ევროპულ დემოკრატიად ჩერაცხულ მოლდოვაში ჩასული იმედის კვირა პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა. ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინეუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5 საათიანი დაყოვნების შემდეგ გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს, მიუჩინეს მეთვალყურე და იმასაც კი არ ეუბნებოდნენ, როდის შეძლებდნენ სამშობლოში დაბრუნებას. უზღუდავდნენ ტელეფონით სარგებლობას, გადაადგილებას, ჩამოართვეს პასპორტები და დოკუმენტაცია. მოლდოვაში თქვენ იცით, რომ დღეს საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად გავემგზავრეთ ადგილზე. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეშლის ევროპული სტანდარტი. ყველა დეტალს ახლა თავად საბახვიჩია მოგვიყვება, რომელიც საქართველოში მეთვალყურემ გამოაცილა. ზედმეტად დიდი ყურადღება და პატევი გამოხატა სანდუს ხელისუფლებამ იმედის კვირის გადამღები ჯგუფის მიმართ. ის რომ მედიას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლება, ამაზე მეტყველებს თითქმის ყველა ოპოზიციური არხის გათიშვა და გაუქმება. დსთ-ს ერთგულებით ევროპულ გზაზე მიმავალ სანდუ ოპონენტებსაც არ ინდობს და პარტიებს ერთმანეთის მიყოლებით კრძალავს. დავიწყოთ პირდაპირი ჩართვა, საინტერესო დეტალებით გვერდდება საბახვიჩია. საბა, საღამომშვიდობის პირველ რიგში მადლობა, საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოგიხდა. მართალია ვერ შეხვედი დანიშნულების ადგილზე, თუმცა ვიცი, რომ აქედან დააკვირდი პროცესებს, ჩაწერე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ყველა ის ადამიანი, ვინც აკრიტიკებს სანდუს ხელისუფლებას და ამის გამო დაისაჯა, ან არჩევნებს გამოეთიშა, ან ზოგადად ქვეყანაშიც კი ვერ შევიდა არჩევნების გასაშუქებლად. პირველ რიგში დავიწყოთ შენი ამბავი. რა მოხდა რეალურად? რა იყო ის არგუმენტი, რის გამოც აგიკრძალეს ქვეყანაში შესვლა? აქვე უნდა უთხრა ტელემაყურებელს, რომ სხვა ქართული მედია საშუალებები და ტელევიზიები იქ უპრობლემოდ შევიდნენ. აქ აკრძალვა იყო მხოლოდ იმედზე და ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. სულ მალე მაყურებელი მოისმენს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სიტყვებს, რომელიც ადასტურებს, რომ დიახ, იმედის კვირის მოლდოვაში არ შესვლის მიზეზი იყო პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც მე და ჩემი ოპერატორი უკვე ჩავფრინდით მოლდოვაში და გავდიოდით საპასპორტო კონტროლს, რა დროსაც მესაზღვრემ ამოიკითხა, რომ ჩვენ ვიყავით ჟურნალისტები საქართველოდან და ვიყავით ჩასულები იმისთვის, რომ გაგვეშუქებინა არჩევნები, ჩამოგვართვეს პასპორტები, ჩამოგვართვეს სხვადასხვა დოკუმენტაცია, ასევე ჩამოგვართვეს პრესკარტები და გაგვამწესეს ოთახში. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში არავინ არ გვიხსნიდა და არ განუმარტავს არავის, თუ რატომ მოხდა ჩვენი დაყოვნება, ვიდრე ოთახში არ შემოვიდა 2 პოლიციელი, რომელმაც შემოიტანა ამობეჭდილი ფურცლები, სადაც ეწერა, რომ თითქოს ჩვენ არ გვქონდა საცხოვრებლის მოწმობა, ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფინანსური უზრუნველყოფა. ანუ საუბარია იმ დოკუმენტებზე, რომელიც მათ ჩამოგვართვეს და უკან არ გვიბრუნებდნენ. მაგრამ უფრო საგანგაშო არის ის, რომ მოგთხოვეს ხელი მოგვეწერა ამ ფურცლებისთვის, რადგან ჩვენს დაგვედასტურებინა თითქოს ეს დოკუმენტები არ გვქონია. ბუნებრივია, ხელი ამას ჩვენ არ მოვაწერეთ და მე მახსოვს გაბრაზებული პოლიციელი, რომელიც მივარდა ჩემს ოპერატორს და ფურცლები გამოგლიჯა ხელიდან. დაგვაყოვნეს დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში კიდევ, ვიდრე არ მოვიდნენ სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები, რომლებმაც მოგვიწოდეს, რომ ტერიტორია დაგვეტოვებინა, თუმცა არ განგვიმარტეს, სად უნდა წავსულიყავით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მივედით გამგზავრების ოთახში, სადაც სხვა დეპორტირებულებიც იყვნენ ჩვენთან ერთად და მოგვიჩინეს მეთვალყურეები და მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ტელეფონზე საუბარიც კი გვეკრძალებოდა ისე, რომ მეთვალყურეები საქმის კურსში არ ჩაგვეყენებინა. დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში უკვე ამ ოთახში დავყავით და ამის შემდეგ უკვე საბოლოო უარი მივიღეთ საზღვარზე შესვლასთან დაკავშირებით. საბა, შემდეგ იყო უკვე თურქეთში გამომგზავრება თანხლებ პირთან ერთად და თურქეთიდან საქართველოში. ერთი დეტალია კიდე, რომელზეც მინდა გაამახვილო ყურადღება. შენ მოლდოვაში პირველად არ გაემგზავრე სამუშაო ვიზიტით, ხო? რამდენჯერმე ხარ ნამყოფი და ეს იცის იმედის კვირის მაყურებელმა გაქვს რეპორტაჟები მომზადებული. მესაზღვრე გიმტკიცებდა, რომ პირველად იყავი და არანაირი საზღვრის კვეთა მოლდოვაში შენ მანამდე არ გქონდა.
ირაკლი, ეს იყო უბრალოდ აბსურდული მიზეზი, იმიტომ რომ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მე სულ რაღაც 2 წლის წინ ვიყავი მოლდოვაში ჩასული რეპორტაჟის გასაკეთებლად და არაერთხელ იმის წინაც არაერთხელ ვარ ნამყოფი, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით, ეს იყო უბრალოდ აბსურდული მიზეზი და ამ აბსურდულ მიზეზებს შორის იყო ისიც, რომ პოლიციელმა თავიდან გვითხრა, რომ თითქოს ჩვენ აკრედიტაცია არ გვქონდა გავლილი და მაგიტომ არ გვეშვებდა საზღვარზე, რაზეც ვუთხარი, რომ აკრედიტაცია საზღვარზე შესასვლელად საჭირო საერთოდ არ იყო და არასდროს არ ყოფილა, მათ შორის მაშინაც კი როცა ჩვენ ვიყავით მოლდოვაში ჩასულები. და ამის ბუნებრივიც არის, რადგან შენი დაბრუნების შემდეგ წავიდა სხვა მედია საშუალებები და რომლებიც უპრობლემოდ შევიდნენ ტერიტორიაზე. ახლა მინდა მითხრა ბოლო ცნობები რა გვაქვს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი მოლდოვაში, რა ცნობები მოდის ადგილიდან და შემდეგ უკვე უნდა ვნახოთ შენი რეპორტაჟი, თუ რა პოლიტიკური პროცესები ვითარდება ზოგადად მოლდოვაში. ირაკლი, მოლდოველებმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყეს დილის 7 საათზე, სულ გახსნილია 2274 უბანი, აქედან 301 არის საზღვარგარეთ, 12 დნესტრისპირეთში, 68 უბანი კი არის გაგაუზიაში, თუმცა უბნების დიდ ნაწილზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა ექსესებით, ჯერ კიდევ არ არის საარჩევნო უბანი დახურული და უკვე ოპოზიცია ამბობს, რომ მაია სანდუმ მათ წაართვა არჩევნები და დაანონსეს, რომ ხვალ მოლდოვას დროით 12 საათზე მოლდოვაში პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან. თავის მხრივ მაია სანდუ ამბობს, რომ ახლა მოლდოვის გადარჩენის დროა და ამის ერთადერთი შანსი არის მოლდოველი ხალხი. ამის ერთადერთი შანსი არის მოლდოველი ხალხი და ეს შანსი ყველა მოლდოველმა უნდა გამოიყენოს. მადლობა, ჩვენ ახლა ვნახავთ ჩვენს მიერ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟს და რეალობას რაც ხდება იმ ქვეყანაში, სადაც არ შეგიშვეს და ევრობიუროკრატები ამბობენ, რომ მოწინავე რიგებშია საქართველოსთან და უკრაინასთან შედარებით. მადლობა, საბა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მოლდოვას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი კიშინეუს აეროპორტში პირდაპირ გვეუბნება, რომ იმედის კვირის გადამღებ ჯგუფს ქვეყანაში არ შეუშვებს და ამის მიზეზი პოლიტიკური მოტივია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დოკუმენტებში, რომელიც თან ჰქონდა, მესაზღვრემ ამოიკითხა, რომ ჟურნალისტები ვიყავით და ვიზიტის მიზანი არჩევნების გაშუქება იყო. ამის შემდეგ ჩამოგვართვეს პასპორტები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები. გაჩნდა აბსურდული მოთხოვნა, აკრედიტაცია, რომელიც არ არის საჭირო ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად. მე შემიძლია დავტოვო კამერა და მიკროფონი. არ გადავიღებ და როგორც ტურისტი დავათვალიერებ ქვეყანას. არა, არ შეიძლება. შემდეგ ეტაპზე უკვე პოლიციის თანხმლებით ჩავკვეტეს მოსაცდელ ოთახში. 5 საათიანი ლოდინის შემდეგ გადმოგვეცა ამობეჭდილი დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შესვლა გვეკრძალებოდა, რადგან არ გაგვაჩნდა არც საცხოვრებელი, არც ფინანსური უზრუნველყოფა, არც ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი საბუთები. და ეს მაშინ, როცა ყველა საჭირო საბუთი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა, სწორედ მათ ხელში იყო. დამიბრუნოს ჩემი საბუთები, სადაც წერია ყველაფერი. მოგთხოვეს ხელმოწერა, თითქოს ეს ყველაფერი ქვეყანაში შემოსვლის დროს არ გაგვაჩნდა. როცა უარი ვთქვით ხელმოწერაზე, სპეცფორმაში გამოწყობილმა ნიღბიანებმა მოგვიწოდეს უკან გავყოლოდით, თუმცა სად, ამაზე არავინ გვპასუხობდა. ახლა რა უნდა ვქნათ? ყველაფერი წერია ფურცელზე. ამ ფურცელზე არ წერია სიმართლე. დამატებითი ახსნა განმარტების გარეშე მიგვიყვანეს გამგზავრების დარბაზში, სადაც მეთვალყურეები მოგვიჩინეს და გაგვაფრთხილეს, რომ გადაადგილება აკრძალული იყო. მოგვიანებით კი გვაცნობეს, რომ რამდენიმე საათში უკან თბილისში უბრუნდებოდით. ისინი არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ სხვა დამოუკიდებელ დამკვირვებლებსაც არ აძლევენ დაკვირვების საშუალებას. თქვენ არ ყოფილხართ პირველი, ვინც საზღვარზე არ შეუშვეს. როცა ქვეყანას არ სურს დამოუკიდებელი დამკვირვებლები, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომ დააკვირდნენ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები, ვფიქრობ, ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ეტაპზე ეს არადემოკრატიული არჩევნებია. აღმოჩნდა, რომ იმედი ჟურნალისტების გარდა მოლდოვაში არ შეუშვეს ამერიკელი დამკვირვებლებიც. სტივ გილი, ტენესის შტატში მცხოვრები კონსერვატორი კომენტატორია, რომელიც იურისტია და სამართლისა და პროგრესის ინსტიტუტში უფროს მრჩევლად მუშაობს. მოლდოვაში არჩევნების მონიტორინგისთვის ჩავიდა, მაგრამ საზღვრიდან უკან გააბრუნეს. იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 4-10 წლეულია, რაც ამერიკულ და საერთაშორისო პოლიტიკაში ვარ ჩართული და რამდენჯერმე ვიყავი არჩევნების დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყანაში, არ მომცეს საზღვრის გადაკვეთის უფლება. მოლდოვას ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ და ბევრი სხვა, მათ შორის ჟურნალისტები, არ ჩაერთოთ ამ პროცესში. მე და ბატონ გილს არ მოგცეს ქვეყანაში შესვლის უფლება. ეს აქამდე არასოდეს მომხდარა. მე მჯერა, რომ არსებობს კოორდინირებული ძალის ხმევა არჩევნებზე გავლენის მოხდენისთვის.
ჯორჯ კლაინ პრესტონი, ამერიკელი ადვოკატი, რომელიც მოლდოვაში დამკვირვებლის სტატუსით ჩადიოდა, გვიყვება, რომ საზღვრის გადაკვეთაზე მას დაუსაბუთებელი უარი უხეში ფორმებით უთხრეს, თუმცა პრობლემები აქ არ დასრულებულა. ჩვენ ვიკითხეთ, შეგვეძლო თუ არა ამერიკაში გახსნილ ბიუროში მაინც ყოფილიყავით დამკვირვებლები, რაზეც უარი გვითხრეს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ისინი გვეუბნებიან, რომ თუ თქვენ არ ჯდებით ჩვენს წინასწარ შერჩეულ სასურველ მიკერძოებებში, რომლებიც სავარაუდოდ მოგვიტანს სასურველ შედეგებს, მაშინ ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ უფლება, რომ არჩევნებს დააკვირდეთ. წინასაარჩევნო პროცესის დროს საერთო ჯამში მოლდოვამ უარი უთხრა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და 10-ობით ჟურნალისტს, რომელსაც არჩევნების გაშუქების სურვილი ჰქონდა. ჩვენ დიქტატურა გვაქვს ქვეყანაში, ერთი პოლიტიკური პარტია მართავს ყველაფერს, მათ არ უნდათ ობიექტური და გამჭვირვალე არჩევნები. მათ ჰყავთ თავიანთი მედიები და თავიანთი დამკვირვებლები. იცოდნენ, რომ თქვენ სიმართლეს ანახებდით ხალხს და არ შემოგიშვეს ქვეყანაში. ბორის შაპალოვი, მოლდოველი პოლიტოლოგი, ღიად გვიხსნის იმ მიზეზებს, რასაც მოლდოვის ხელისუფლება საფრთხედ მიიჩნევს და ცდილობს თავი დაისხიოს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ სანდუს მთავრობისთვის საფრთხედ აღიქმება არჩევნებზე ობიექტური დამკვირვებლებისა და უცხოური მედიის ქვეყანაში შესვლა. ორი პარტია მოხსნეს მიზანმიმართულად არჩევნებიდან მოლდოვას გული და დიდებული მოლდოვა, რადგან რეიტინგით მოწინავე პარტიები იყვნენ. ყოფილი ვიცემერი დააკავეს და ოპოზიციური პარტიის დამფინანსებელი ექსტრადაციით ჩამოიყვანეს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხდა. ყველაფერი დიქტატორის ხელშია. არჩევნებამდე 2 დღით ადრე საარჩევნო პროცესიდან მოხსნილ პარტიებში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში. ეს არის მთავრობის მცდელობა ჯივის პარტიების საშუალებით მოგვაშორონ საარჩევნო რბოლიდან. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და ამ დანაშაულებრივი სქემების ყველა ავტორი ადრე თუ გვიან პასუხს აგებს თავის დანაშაულებზე. ამავდროულად საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა კადრებმა პირდაპირ აჩვენა, რომ არჩევნები მასშტაბური манипуляციისგან დაზღვეული არ არის. დედაქალაქის ერთ-ერთ სტამბაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 200 წინასწარ მონიშნული საარჩევნო ბიულეტენი ამოიღეს. გამოძიების ვერსიით ბიულეტენების გამოყენება არჩევნების დღეს კარუსელის სქემით იგეგმებოდა. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთავრობას მხოლოდ მათი ხელით შერჩეული დამკვირვებლების იქ-ყოფნა სურს, რათა მათ წინასწარ განსაზღვრული შედეგები მისცენ როგორც არჩევნებში, ასევე დაკვირვებაში. და ბოლოს ისე გამოვიდეს, თითქოს შედეგები ხალხის ნება იყო. მოქმედი ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მაია სანდუს წინასაარჩევნო ტაქტიკა უკვე კარგად ნაცნობი სქემით მუშაობს, სადაც იცის, რომ მეტხმას მიიღებს, სწორედ იქ ხსნის საარჩევნო უბნებს. 2024 წელს, როდესაც სანდუმ ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში მცირე სხვაობით წააგო, სწორედ საზღვარგარეთ გახსნილმა 200-ზე მეტმა უბანმა და იქ მიღებულმა 80%-ზე მეტმა მხარდაჭერამ მოახდინა ბალანსის გადაწონა და საბოლოო გამარჯვება მოუტანა. მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, რომელიც რუსი პრანგერების სატელეფონო ხაფანგში გაება. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ექს-პრემიერი მოტყუებით ჩაწერეს, პონტას შეფასება როგორც მოლდოვის, ისე უკრაინის პოლიტიკურ რეალობაზე ბევრ რამეს ამბობს. სანდუმ წააგო, მაგრამ არჩევნები მოიპარა. ეს ბინძური თამაშია. ჩვენ გვიყვარს უკრაინა, მაგრამ არა ზელენსკი, რომელსაც არ მოსწონს ისინი, ვინც მას არას ეუბნება. თუ ზელენსკი ცენტრალურ მოედანზე თავის კონკურენტებს ესვრის, ვაშინგტონი და ბრიუსელი სიტყვასაც კი არ იტყვიან. მორიგი სატელეფონო ხაფანგის მსხვერპლი გახდა გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი და USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანდა პაუერი, რომლის აღიარებით USAID-მა მოლდოვაში უპრეცედენტო ინვესტიციები განახორციელა. პაუერი ხაზს უსვამს, რომ ეს ფულადი ნაკადები შეჩერდა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად. ბოლო დროს სანდუმ ძლივს გაართვა თავი, ახლა ძალიან ნერვიულობ. მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდნენ. როცა USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი თავად აღიარებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში მოლდოვაში უპრეცედენტო ინვესტიციები ჩაიდო, როცა არასასრულ მედიასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ქვეყანაში არ უშვებენ და ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავენ, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ევროპელი ბიუროკრატების ფავორიტი სანდუს მმართველობა დემოკრატიასთან საკმაოდ შორს არის. დღეს მოლდოველები პარლამენტს ირჩევენ. უბნები დილის 7 საათიდან გაიხსნა და 101 ადგილიან პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად 14 პარტია, 4 ბლოკი და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის. არჩევანი დღის პირველ ნახევარში გააკეთა მაია სანდუმ, რომელმაც მოსახლეობა საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდა. მე ხმამ ივეცი პარლამენტს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რომელიც პატივს ცემს მოლდოვას რესპუბლიკას და მის მოქალაქეებს. პარლამენტს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გავაგრძელებთ ევროპული მოლდოვას მშენებლობას. ძვირფასო მოქალაქეებო, მოგიწოდებთ ყველას მობრძანდეთ არჩევნებზე. არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც, რომელსაც იგორ დოდონთან და ირინა ვლახთან საარჩევნო ბლოკი აქვს შეკრული.
საარჩევნო პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ არის ბევრი დარღვევები და გადაცდომები. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ. წინა საარჩევნო კამპანიაც მრავალი დარღვევებით მიმდინარეობდა. იყო გადაცდომები დემოკრატიული ნორმებიდან, კონსტიტუციური ნორმებიდან, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ყველა მოლდოვის მოქალაქე იყოს მობილიზებული და მივიდეს არჩევნებზე, რომ ხმა მისცენ სასურველ პარტიას. თუ პარლამენტში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მოსალოდნელია მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური ვაჭრობის ახალი ტალღა. ეს უფრო გააღრმავებს დაძაბულობას ქვეყანაში, რომელიც ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან ერთად მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომითაა განპირობებული.